ახლა მინდა ჩვენი შოუს მაყურებელს შევთავაზოთ ფრაგმენტი ჩვენი წლევანდელი იუმორინადან, სადაც სოლისტი გახლავთ ბადრი ჩიხიაშვილი, რომელიც სულ ცოტა ხანში შემოგვიერთება სტუდიაში. ბადრი უკვე ჩვენს გვერდით არის. მოგესალმები, ჩემო ძმაო. მოგესალმები, გიორგი, მოგესალმები. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან დღეს ამ ახალ სტუდიაში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მოგილოცო ჩვენი ეს საერთო შემოქმედებითი გამარჯვება. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. და მე აღნიშნავ თავიდან, ესე იგი, როდესაც შენ დამიკავშირდი ამ პროექტთან დაკავშირებით და რომ მითხარი, ვინ იღებდნენ ამ ყველაფერში მონაწილეობას, თავიდან ცოტა დავიბენი, მაგრამ ძალიან მალევე მივხვდი, რას ემსახურებოდა უკვე ეს ყველაფერი. ჩვენი ბიჭები ყველა, რა თქმა უნდა, ხელოვნებას ემსახურებიან, მაგრამ სხვადასხვა ჟანრში. ზუსტად მაგით დავაკავშირე უკვე იმ ლამაზ პროექტს, რასაც ერთიანი საქმის კეთება ჰქვია და რაც ყველაზე ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას. იმ პროექტებთან დაკავშირებით კიდე, რაც ზოგადად თქვენ გაქვთ და ბატონ ჯემალს აქვს გაკეთებული ის ლეგენდარული პროექტი, რომელიც მღერიან და ხუმრობენ კინოსა და თეატრის მსახიობები, არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნამდვილად და თქვენ საიუბილეო კონცერტს ვესწრებოდი ზუსტად აი იმ დროს, როდესაც მამაშვილები გამოვიდნენ. ხო, მამაშვილები საკულტურო გამოვიდნენ. სანამ სიმღერას დაიწყებდით, უკვე დიდი ემოცია დატრიალდა მაყურებლების მხრიდან. და უკვე შემდეგ რომ დაიწყო ჩაკრულო და რაღაცა ჟრუანტელი მაყრის ეხლაც რა იმდენად რაღაც სხვანაირი ეფექტი და ემოცია მოდიოდა ამ ჟღერადობით და ამდენი სხვადასხვა ჟანრის მქონე ადამიანი ასრულებს ერთიანად და ერთად ყველაფერს, კიდაც ჩვენი ოთო ფოლადაშვილი, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავია და უცბად დაინახეს, რომ მღერის, არაჩვეულებრივად მღერის და კიდაც მე, რომელსაც არასდროს არ მიცეკვია და აგერ ამათ ცეკვეს ბიჭებმა. აი ძალიან მიხარია რომ შეგვიძლია ეს მხარი აღნიშნება, რომ ჩვენი სურვილიც ეს იყო, რომ აი ეს ერთიანობა, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება ზოგადად ქართველებს ყველა ეპოქაში და ალბათ განსაკუთრებით დღევანდელ დღეს და θანაც კიდევ ერთი რამ, რასაც ქვია, აი ნიჭიერი ხალხის ერთად დგომის უნარი. კეთილებული საერთო იდეა და ქართული სულისკვეთები და თან რეალურად გამოვიდა ეს მართლაც ნაკრები, იმიტომ რომ თავისთავად იუმორინას თავიდან ჩაფიქრებული იქნა როგორც ქართველ იუმორისტთა ნაკრები, შემდგომ ეს ჟანრობრივი ფარგლები გაფართოვდა და აქ თუ გადავხედავდით თუნდაც თქვენ ჯგუფს სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები, რომლებიც საგანგებოდ შეიკრიბნენ და რაღაცა ოლსტარივით გამოვიდა და ეს საოცრად მოიწონა მაყურებელმა. ერთსაც დავამატებ, რომ მე ხლა ოპერაშიაც გამოსულ ვარ, ოპერის მიმართულებითაც და ანსამბლ რუსთავთან ერთადაც გამოსულ ვარ. ანსამბლ რუსთავთან და ნახევარი სოფლიო გაქვს მოვლილი კაცო და სად აღარ გამოსულ. ნამდვილად და საუკეთესო სცენებზე. აი ამ შემთხვევაში, როდესაც იუმორინაზე გავდიოდით და სმენელს უყურებდით, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი იყო. როგორც პატარა ბავშვები, ასევე თინეიჯერები, საშუალო ასაკის და უფროსი თაობა. ყველა გიყურებს სულ სხვა სიყვარულით, სულ სხვა იმედით გიყურებს. ჩვენთვისაც ნამდვილად ემოციები იყო ეს. მაგახარებს მეტი და როგორი ამაღელვებელია
ჩემთვის და შენთვის ხალხის, ვინც ვცდილობთ რომ ჩვენი მოგზაურებული ხელოვნებით ვემსახუროთ ხალხურ სიმღერას, ხალხურ მუსიკას, ასე გამოარჩია იუმორინას მაყურებელმა, სწორედ ის კომპოზიცია, რომელიც ჰქონდა მომზადებული სვანური ცეკვა სიმღერით და რომელიც ბიჭებმა შეასრულეთ მართლა მთელი გული და სული ჩადენდა. მოდი შენის ნებართვით სწორედ ეს ვიდეო ფრაგმენტი შევთავაზოთ ჩვენი წლევანდელი იუმორინადან ჩვენი შოუს მაყურებელს. ძალიან სასიამოვნო. Shina